მისულ ყველას მშვენიერი ხუთშაბათის დღეს აღდგა ჩვენი მეგობარი საშა პრიშვინიც როგორც იქნა ჩამოვიდა ამ პარიზიდან ჩამოფრინდა ძალიან გაგიჟდება ძვირფასო იქ ყოფნა დავჭით ესე თქვა შენი რჩევების მიღმა და ძალიან ეხა მით უმეტეს დატვირთული და ხონძლური პარიზული ხო ამიმე ეს მე შთაგონებებით ციოდა ძალიან ციოდა ლამაშ და ციკლონი იყო გაჭედილი და მთელი სიცივე და კარი მოქონდა პარიზისკენ მე რა საშინელი გავიყინა და გავიყავ აბა უიშ ნუ იტყვი რა არის ხარები არ შემიძლია მოგივია მუზეუმები ხო ამბობდი რომ აი გული მოვიფხარე კულტურული ღონისძიებები მოვითავე ორ კვირაში ძალიან კარგად ანუ შემდეგ წასვლაზე იქნები თავისუფალი ამ ყველაფრისგან სხვანაირად გავერთობი ალბათ სხვანაირად ხო და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქუჩის რაღაცა ქუჩის აღქმა ქუჩაში მოსიარული ადამიანების ჩაცმულობებზე დაკვირვება მაღაზიებში რა ხდება რაც მაღაზიაში ხდება აი ნუ აი სასწაული ვერ აგიწერთ არა რა გაჩვენე ჩვენს გინდა ყოფნა მან ხო ვიცი იმიტომ რომ მიხდი რაზე უნდა ვთქვა შეწავალთ მალე ფასდაკლებებია ხალხო ისეთი რა არის ფასდაკლებები ვაიმე თან არის ხოლმე ხო ზუსტად ხო ნამდვილი სეილები აი ნამდვილი რასაც ქვია სეილებს რა თქმა უნდა არის მაღაზიაში ხდება მეორე და მოსვლა და ხალხი თავისი ზომას ნებისმიერი სქესის ტანსაცმელი ყველაფერს ასე კრეფენ ვიწყებენ და არიან აი არაფერი აღარ ახსოვს და ჭიდაობა მიდის 1-2 ევროს გამო კარგი ვინც ვერ მიდის პარიზში და ვინც არის მათ შორის ჩვენ ვინც არის ჩვენს ტელემაყურებლებს შორის ცოტა ქართულ პრაქტიკაში შევეცადოთ რომ გადმოვიტანოთ ის მსოფლიო მოდის ტენდენციები რაც არსებობს და მიხარია და ალბათ ჩვენს მაყურებელსაც რომ დღეს ავირჩიეთ საპირისპირო სქესისთვის თემა სამწუხაროდ ძიმაო არ არის ცუდია დაინტერესებდა სავარაუდოდ ეგ თემა სამწუხაროდ არ არის რა საშა იცი რა არის შენ არ ყოფნაში თბილისში ესეთი ასეთმა ამბავმა გაისროლა უცებ საწყობ სოციალურ ქსელში დაიდო და არის ამაზე სულ საუბარი რასაც მე მეცინება და ცოტა სასცილოთაც მეჩვენება საერთოდ ეს ესეთი იარლიყების და ეტიკეტების მიკრო მაგრამ ლამბერსექსუალი ესეთი ყველა თავის თავში ეძებს არის თუ არა და დებენ ფოტოებს აი ვარ მე ხა ლამბერსექსუალი ხო და სასაცილოა ძალიან ცუდი რაღაცა არის ეს არ ვიცი მე ჩამორჩენილი ადამიანი ვარ რაღა დაგიმალოთ და მეც ჩამოვჭი ამ თემას საკმაოდ მაგრამ როგორც ხედავ ლამბერსექსუალი ეს არის არაფერი ახალი საქართველოსთვის ეს მამაბაბური დროინდელიდან მოყოლებული უბრალოდ წვერი მოზრდილი წვერი და მოვლილი უნდა იყოს ეს წვერი ამ შემთხვევაში ამას ქვია ლამბერსექსუალი. აი ხა მე არც ერთი არ მესექსუალურება და ლამბერები ერქვათ მართლა შეიძლება არ არის ანუ მე როგორც ამიხსენ ის უნდა იყოს თან ბრუტალური უნდა იყო აი ცოტა წვერი კი უნდა იყოს მოვლილი მაგრამ შენ ცოტა მოვლილი უნდა იყო რა ცოტა გაწეწილი უნდა ანუ მეტყევები მოდის ხო ეს ტერმინი თვითონ როგორი არის ლამბერ არა ეს არა ინა იყო ლამბერსექსუალი ხო და საქართველოს ასეთი გამეტებით ესეც მოგონილი არა ვიცით არაუტაცია არც ერთ ბიჭს ამის გამო საქართველოში ვინაიდან ლამბერსექსუალობა მოდაშია ამის გამო თავისი სტილი არ შეუძლია ვინც ატარებდა წვერს ისეც ატარებს ვინც არ ატარებდა ამის გამო არც ატარებს არა მე მგონი ბევრმა მოუარა ანუ არას ვამბობ ვიცი რაღაცნაირად სტილი შეიცვალა თვითონ ამ წვერის ტარების მე ესე დავაკვირდი არა უბრალოდ დაიწყეს მოვლა ამ წვერის ეს არ არის უბრალოდ გაზრდილი სახის თმა არის შეჭრილი ვოსკებით ცვილი არსებობს მოდელირებული ხო რომელსაც იკეთებ ფორმას ისეც როგორც მოგწონს მე კიდე გამახსენდა ნიჩე მეგობრებო კაცებიც არა ნიჩე გამახსენდა მე არ ვეთანხმები მაგრამ ასეა გამონათქვამი რუსულად კარგად ჟღერს მაგრამ ქართულად შევეცდები ყოველი წვერის შიგნითო იმალებაო ну უარყოფითი ადამიანიო ანუ წვერს მალავს წვერით მალავს თავის თავს უარყოფითი ადამიანიო არ არის საჭირო გავაგებიენ მე არ ვეთანხმები ჩვენ არ ვეთანხმებით მაგრამ ჩვენ საშა დაგვეთან ამეთანხმება მე ვთქვი მაშინ რომ ხშირად წვერი მართლაც მალავს მაგრამ ნაკლს ზოგჯერ ზედმეტად გამოწეულ ნიკაპს შეიძლება რაღაცა ტუჩის არა მარტო ყბის ძვალი ვისაც არ აქვს კარგად გამოკვეთილი მაგალითად მე მაგიტო ვატარებ ლამბერსექსუალი ქვია ეხლა რა წვერი შემოხდა და დავინახე რომ წვერი არის
ცოტა უფრო დიდი წვერი უნდა იყო. ალბათ ხო. ამაშია სხვაობა, ანუ მე ხო უნდა ვიცოდე რა არის. მაგრამ მე იცი რა მიხარია, რომ საზოგადოება ეთყობა გაიზარდე რაღაც შეგნება უფრო იმედამ. ხო, მიემადათ, იმიტომ რომ ადრე მახსოვს თბილისში, რომ დაიბადა ტერმინი მეტეროსექსუალი, ის ლანძღვის ტოლფასი იყო, რა ფუ ეს მეტეროსექსუალია. ზოგი კითხულობდა ეს მეტროსთან რამე კავშირშია, ანუ რაღაცა უკვე ეს ლამბერსექსუალი ისეთი თემა. მე მემარაზმება რაღა დაგიმალოთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ჩვეულებრივი თემა, ადამიანი რომელიც ატარებს წვერს საქართველოში მამა ჩემი ატარებდა, ბაბუა ჩემი მთელი ცხოვრება ატარებდა და უვლიდა. ტრადიციული ოჯახი, ლამბერსექსუალთა ტრადიციული ოჯახიდან ხო? კაი, საშა, მოვრჩეთ, ამოვწოთ ლამბერსექსუალი მეტი თემა. როგორ უნდა ეცვათ თანამედროვე მამაკაცებს დღეს? პარიზული მოდის გათვალისწინებით. ტენდენციებია ხალხს საოცარი მოდა იქით მიდის, აი ვერ აგიღწევთ საათ. ყველაფერი არის გათვალისწინებული იმაზე, რომ ადამიანი იყოს სრულ კომფორტში. არ იფიქროს აბსოლუტურად არაფერზე, ეცვას ის რაც უნდა, რაც უხდება, არანაირი ფერთა შეზღუდვა, არანაირი ფორმის შეზღუდვა, არანაირი ტანსაცმლის კროი, ჭრა, არანაირი ჭრის შეზღუდვა, არაფერი შეზღუდვა არ არსებობს. შეზღუდვა არ ქვია და მოწონებულიც კი არის, რაც უფრო რაღაცნაირად გასვია? კი, даже ერთ-ერთი ტენდენცია არის გაუგებრად, რაც უფრო გასვია, უფრო ხო, გაუგებრად, მაგას ქვია მრავალფენოვანი ტანსაცმელი, ასე ფენოვანი ხაჭაპურივით. ხო. ანუ პერანგი, ჟილეტი, მაგას გულისხმობ, ფენა, შარვალზე შორტი. ესეც კი საკმაოდ. აი, რა არის კომფორტული ამაში მითხარი, შარვალი გაცვედი ზედა და შორტს რა მოიფხუტავ? არა, ზოგისთვის შეიძლება კომფორტული იყოს, ზოგისთვის არა, ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ მოსულა. გინდა ჩაიცვი. არანაირი პრობლემა არ არის. ხო, საქართველოს მაინც მაგ მოდელს ვერ მოვარგებთ, მე ასე მგონია, მაინც ტრადიციული ჩაცმის კულტურა ასე მგონია ქართულ მამაკაცებში. მე მგონი, ეხლა მოდური გახდა მამაკაცებში მუხლამდე მაისურები. არის ესეც კაბასავით რაღაცა, შარვალზე მუხლამდე მაისური. იყო ესეც? ფანიერი, ხო. არის ეგ თემაც. ზუსტად ვიცი, რაც მოერგება საქართველოს ტენდენცია 70-იანი წლები, ეს არის ვიმაგვარი პულოვერის ჭრაყელის ჟაკეტები. კი, ჟაკეტები იგივე ჭრა ოღონდ უფრო ღრმად. შარლის სიგანე მაინტერესებს. შარლის სიგანე არ არის დაზუსტებული, ეს არის ან ძალიან ვიწრო, ან ძალიან ერთ პერიოდი ძალიან ვიწრო შარლები. მე ეს ძალიან ვიწრო შეიცვალა ძალიან ფართკუნათი და დღეს უკვე მიქსია. და ეს აკეცილი და კოჭის გამოჩენილი არის? კი, ძალიან მოდაშია მაინც ეს აკეცილი. რაღაც ასაკამდე კოჭი გამოჩენილი. არა, მანტო მინდა გითხრა იტალიაში ასაკიან კაცებს 50 წლის კაცებს როაც აწვევ კარგი ფეხსაცმელი. მე მაგას აკეთებს კაცებს ბიჭებს ვეძახი. და ფეხზე, ანუ სპორტული ფეხსაცმელი შენარჩუნებულია ისე? ბოტასი არის ხიტი. აი ნებისმიერ ტანსაცმელზე ბოტასი არის ყველაზე იდეალური ვარიანტი და რაც უფრო ქუდები, აქსესუარები, სათვალეები, ეს ჭირდება არ ჭირდება სათვალეები? ჭირდება არ ჭირდება, უკვე ძალიან მოდაშია, მაგაზე აღარც ვლაპარაკობ. ქუდები დიდათ არა, იმიტომ რომ თმას აქცევენ ახლა ძალიან დიდ ყურადღებას და თმის მოვლას. მაგრამ თმის მოვლაში ისიც იგულისხმება ლამბერსექსუალების შემთხვევაში, როცა ის ვითომ მოვლილი და თან მოუვლელი, აი ცოტა აწეწილი გიჟი მხატვარის თმა. კომფორტულია. რთული? ხო, რთულად გასაკეთებელი. კაცისთვის ალბათ არა, ქალისთვის უფრო რთული იქნება. ერთი რამე მინდა კითხო, კლასიკური ფეხსაცმელი, რომელიც სულ არის ხოლმე ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ატრიბუტი. ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, როდესაც მამაკაცს აცვია კოსტიუმი. ცხვირი მაგალითად. მე მახსოვს, რომ ვთქვათ, შარშან ოდნავ წაგრძელებული ცხვირი ისევ მოდაში იყო, ერთი პერიოდი უფრო მომრგვალებული, ან როგორი სტილის ფეხსაცმელია მოდაში? გეტყვი, ხალხში რო ვეძახით წვეტასებს, ძალიან უაზროდ საოცრად ცალკე რო არიან ფეხსაცმელს. ცალკე გადატეხილი. რატომღაც ეს ფეხსაცმელი ითვლება უკტავ კლასიკად. არა, ნუ მართლა. და თითქმის კაცებში? ხო, კაცის მოდაში რატომღაც ითვლება უკტავ კლასიკად. მაგრამ აქაც რაღაცა შუალედია საჭირო, იმიტომ რომ მე მაგალითად მამაკაცი აი ესე ბუთქუნა ძალიან მომრგვალებული ცხვირიანი ფეხსაცმელი არ მომწონს. ოდესაც აცვია კლასიკურ შარვალზე, აი რაღაცა ძალიან მრგვალი როცა არ მომწონს, იმიტომ რომ სამ კლასიკურ სილუეტს კოსტიუმისას ოდნავ ოღონდ ძალიან ოდნავ წაგრძელებული ცხვირი უხდება, არ მეთანხმები? მე გეთანხმები, მე მაქვს მასეთი ფეხსაცმელი გარდარო, რომელიც
ოდნავ წაგრძელებულია და ბოლოში ოდნავ მრგვალდება. აი ზუსტად. ისევ ეს არის ყველაზე მისაღები კლასიკა. კი. აქსესუარები, რაღაცა. საათი, აუცილებლად საათი, რაც შეიძლება უფრო დიდი. ქალებშიც იგივე ტენდენცია, ოღონდ ქალებში უარესად არის ეს ტენდენცია, იმიტომ რომ ქალის საათი კი არ უნდა გეკეთოს, კაცის საათი უნდა ხო, გეკეთოს. ზუსტად ეგ მინდოდა მეკითხა. არის თუ არა, მე მიყვარს მაგალითად, როდესაც მამაკაცის აქსესუარები, სილუეტის რაღაცა, ტანსაცმლის რაღაცა ელემენტები გადმოდის ქალის მოდაში, რაღაცა ცოტა unisex-ი. პირიქით? მიყვარს პირიქით ნაკლებად. მე გუშინ არის ესეთი ტენდენციაც, თქვათ, იმიტომ რომ წინა სეზონი მახსოვს ძალიან ჰიტი იყო მამაკაცის პერანგი, გრძელი ქალები. ჯინსებზე. ხო, ჯინსებზე, ან თუნდაც როგორც კაბა, აი ესეთი მამაკაცის კოსტიუმით გაისახავია ცოტა. აქაც დიზაინერები აფერისტობენ ხშირ შემთხვევაში და გეტყვი რატო. როცა კვირეულს ქვია კაცის მოდის კვირეული. დიახ. ცალსახად გასაგებია, რომ ეს არის კაცის ტანის ამოდის კვირეული და პოდიუმზე გამოვა მამაკაცი ანახებს ტანსაცმელს, დატრიალდება შევა. მაგრამ დიზაინერებმა ნელ-ნელა დაიწყეს შეპარვა ეშმაკობები. ქალების. გოგოები გამოყავთ ჩვენებებზე, კაცის ტანსაცმელში. ბერეთ თუ ლამაზად გამოიყურებენ იმას, რომ თუ როგორ შეიძლება გალბატონმაც მოირგოს ის სეზონის ჰიტი და ის ტანსაცმელი. მაგალითად, ერთ-ერთ დიზაინერს ჰქონდა ჩვენება აგებული, ასე ვთქვათ, პიჟამოს დვოიკებს რო ვეძახით, ხო? ორეული. პიჟამოს ორეულებზე ჰქონდა აგებული თითქმის მთელი კოლექცია. ყავდა გამოყვანილი გოგონა, რომელსაც ეცვა მაღალ ქუსლზე ფეხსაცმელი და ძალიან სიფრიფანა და ისეთი დავარდნილი, მოაბრეშულა, ფაქტიურად ღამის პერანგი. ძალიან ლამაზი იყო. იყო ძალიან ისეთი დახუნძლული პრინტით, საკმაოდ ჭყეტელა პრინტით, რაც პრინციპში ნებისმიერმა ქალმა შეიძლება რომ გადმოიტანოს, ხო? ეს ძალიან მარტივია, იყიდება უამრავი ნაჭერი, რომელიც წააგავს. ოღონდ მამაკაცის ღამის პერანგი რო თქვი, უცებ წარმოვიდგინო ღამის პიჟამაზე. ფაქტურად ეს არის შარვალი და ზედა პიჟამა. ხო, ეს არის ზედატანი და ჩვეულებრივი შარვალი. ასე რომ პრინტი არის ძალიან მოდაში. ისევ აუცილებლად. ცოტა დაგღალა ამ პრინტი. ოღონდ ჭყეტელა პრინტი რო თქვი ეგეთი. ჭყეტელა პრინტი, იმიტომ რომ ეს ხო გაზაფხული ზაფხულია უკვე. დიორმა მოიგო წელს აბსოლუტურად ჩემი გული და ბაიკოსაც ვია დღეს ზუსტად იმ ფერებში, იმიტომ რომ ქონდა ყვითელი, ასეთი ელექტრიკი ლურჯი. მე მიყვარს ეს ფერი. მეც ძალიან მიყვარს ლურჯი. წითელიც იყო, ზოლებია. ну აი ისეთ მოდაში რომ მეტი რო აღარ შეიძლება. ზოლები კარგი. არა, კაცზე ასეთი ზოლია მოდაში, იმიტომ რომ უფრო გააქვს და უფრო აკაცებს სილუეტს. მოდაშია ყოველ შემთხვევაში ამ სეზონის გასული სეზონის ბოლოს გვემუქრებოდნენ რომ იქნება მოდაში ცოტა ისეთი ბოჰემური ტანსაცმელი, ცოტა ხიპური, ასე ქალებზე გადმოვიდი და მოწვარ კაცებს. არ გადმოხვედი, მინდა გითხრა ძალიან სწორად ხარ, ხიპი შემოსულია, კი. აი ეს მრავალ ფენოვანობა ზუსტად იქიდან აქვს აღებული ეს ჩაჭრილი ამოღებული გული და უცბად ზემოდან რაღაცა დიდი მოპონჩოს ტიპის რაღაცაზე და ხო ცოტა უფორმო რაღაცნაირი ჭრის ხო სილუეტს რო ისე და შესაბამისად თუ კლასიკას გადაუხვევთ აქსესუარებიც ამ სტილში ძალიან ბევრია რაღაცა ტყავის სამაჯურები, ძაფის სამაჯურები, ბუმბული რაღაცა მიყრილ მოყრილი. ჯინსია ძალიან მოდაში. გარდერობში. იყო როდეს მე მოდი. და ხალხი როგორ აღარ დღეს მოსული. ჩემი პირველი ტრენჩი ზიხა როგორც ამბობენ. ძველი ჯინსის კურტკები, ვისაც აქვს სახში მამაკაცებს, კურტუკები, გოგონებს თავისუფლად შეუძლიათ გადაჭრან ქვედატანი, რომ ზომა მოირგონ, გადაჭრან კლავი და მოირგონ. დიდი ზომის კურტუკი შეხება ჯინსებს სხვათა შორის. ეხლა ვნახე და ცოტა არ ვიცი როგორია. ისევ იყო ტრენჩი ჯინსი შარვალი, ხო, ქალებში ოღონდ. სწორი და ფართი. და მაღალ წელზე. და მაღალ წელზე. კაია. ეგეც ცოტა რაღაცა ისეთი ძველი დროა. ისეთი ცოტა მამაკაცური პერანგიზეთ. ხო? კი. ეგ არის? კარგია. მაღალ ქალს. კარგი, ისევე როგორც ქალს რაღაცნაირად უნდა შეეძლოს რომ საკუთარ სხეულს მოარგოს და ყველაფერი შეიძლება რაც ჩამათვალე არ მოხდეს, ასევე კაცს, ხო? კი, რა თქმა უნდა. ხო, მაშინ მოყევი ღიფს რა უხდება, იმიტომ რომ 90% ამ არჩეულებრივი ცნება არსებობს, რომ ღიფს აუცილებლად უხდება და ყველაზე კარგად მალავს პიჯაკი. თუ იკვრება. და პიჯაკი ყოველდღიურ არა, შეუყრელი პიჯაკი.
შეუკრელი პიჯაკი ყველაზე კარგად მალავს ღირს. თუ შიგნიდან გასვია რამე მუქი ან ჭრელი პირიქით. სიღრმე არ ჩანს და იმიტომ, ხო? არ ჩანს, ეს გვერდი არ ჩანს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ლაპარაკი, როცა უკვე ძალიან დიდი ხარ და ისიც არ შვენი. დამწყები ღიპუკა იმალება კი, შვენივრად. პიჯაკით. კი, ყველაზე კარგად იმალება პიჯაკით. და ზევიდან გადმოწეული პერანგით, როგორც ბევრ ქართველ მამაკაცს გონია, რომ თუ არ ჩაიყოლებს და ზევიდან გადმოუშვებს, არა გადმოსაშვებს. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უფრო მეტად და თვალსაჩინოდ ჩანს მოცულობა არა, სხვაობა ქვედატანის და მუცლის შორის. კი, მაგრამ აი აქ შეკრულ შარვალს არჯობია და ზემოდანა ეს ფიფს არჯობია გადმოწეული ეცვას და არ ჩანდეს თქვა. არჯობია, მაგას ჯობია ივარჯიშონ. ეხლა რა, სადღა ეგრე. ეს მარტო მამაკაცს. კარგი, ახლა გითხარი ვარჯიშზე გადახვედი და მაგალითად ევროპაში და მაგალითად პარიზში ისევ აქტიურად კი. ისევ არის ჯანსაღი ცხოვრების წესი მოდაში, ხო? ისეთი ასაკის ხალხი ვარჯიშობს და ისეთი ასაკის ხალხი დარბის დილა უთენია და საღამოს შუადღეს ნებისმიერ დროს. ვის როგორ ცალია, ხო? ჯო გაოგნდები, იმიტომ რომ 75 წლის მამაკაცები, აი როგორია რომ ეხლა ჩვენთანაც დარბიან კუსტბას, მაგრამ ცოტანიანი ქუჩაში არ დარბიან თორე დაუშვებ და ასაკოვანი ადამიანები ქუჩაში ვერ ირბენ აქ. რატო? ვერ ირბენ. ადრე დიდი. ქუჩაში მხოლოდ უცხოელები დარბიან, სხვათა შორის ჩვენთან. ვინც მინახავს, ყველა უცხოელია, მეტნაკლებად. არა, გვანცა მთავარია სურვილი იყოს, თორე ირბენ სადაც გინდა. არა, ქუჩაში დატვირთულ ქუჩაში ვერ ირბენ, იმიტომ რომ იმ ტროტუარში ბოცბოთ ტროტუარი არ არის და შეგასყდეს. მანქან აი სანაპირო ზოლში დარბიან, ხო? ყურსასმენებით ვერ ირბენ ჩვენს ქუჩაში. ვერა, ხო, იმიტომ შეიძლება რაღაცა დაგემართოს და მოგიო კუსტბაზე და ესეთ ადგილებში უმჯობესია. მე მაინტერესებს შეკითხვა მაქვს თქვენთან. პარკური შეიძლება. რა? შეკითხვა მაქვს თქვენთან, რომ სუპური. რა გი? ხარ იმცნება, რომ აი ყველა კაცი ცდილობს, რომ არ მოუაროს თავს, რაღაც ეხლა ზედმეტად არ მინდა რაღაცები, ხო? არის პრანჭებიან და რაღაცა. აღარ არის, ხო, იმიტომ რომ ალბათ მაინც ყველა ქალს, აი თქვენ როგორც ქალს, ხო უფრო სიამოვნებთ, როცა კაცი მოვლილია, ისეთი აუცილებლად. ხო და მაგიტომ მე მიმართავ. სექსუალი ჩვენთან, ხო? მე ხო მაგას ნიშნავს, ხო? მეტროსექსუალი. არა, მოდი მასე ნუ დაკონკრეტებით, არა, იმიტომ რომ მეტროსექსუალობა ცოტა მეტია, ვიდრე საჭიროა. ხო, ეხლა მამაკაცმა არ უნდა ატაროს ცხოვრების დიდი ნაწილი სალონში და იმიტომ რომ მეტროსექსუალი საკუთარ თავშია ჩაციკლული ცოტა. მეტროსექსუალი ფაქტიურად ჩემთვის არის ნარცისიზმის რაღაცა დაწყებითი ფორმა. სტადია. კარგი, მაშინ შენი ხედვა მოგვიყევი, აი მთელი ცხოვრება არ უნდა იჯდეს სალონში. მაშინ აი რა არის ის აუცილებელი პროცედურა თუ მინიმუმი, რაც იქნება თქვა ქართველი შედარებით ცოტა აზიური მენტალიტეტის მქონე კაცისთვის მისაღები და თან ცოტა ევროპულიც მოვლის კუთხით. პირველ რიგში ვარჯიში. ვარჯიში. აუცილებლად ვარჯიში, იმიტომ მე მგონი ჰიგიენით უნდა დაიწყო. პირველ რიგში პირადი ჰიგიენა, ყოველდღიური. ეთანხმები. ხო, ვიცი რომ ეთანხმები და გეცინება, მაგრამ ამით უნდა დაიწყო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გიმგზავრია, როგორც ჩანს, დიდი ხანია. ხო და დაიწყე პირველი. კაი. მე სულ გზავრო. ქალბატონების მოთხოვნით პირველი არის პირადი ჰიგიენა. მადლობთ. მე გავაკეთოთ ვარჯიში აუცილებლად. გავაკეთოთ ვარჯიში. შედიხარით. მე მგონია რომ მამაკაცის პირადი ის რომ თქვა პირადი ჰიგიენა აქვს მოუწესრიგებელი რაღაც წილად ქალის ბრალია. აბსოლუტურად, რა თქმა უნდა. ეს რაღაცა შეუძლებელია რომ ქალი იყოს ძალიან მოწამლებული და მისი კაცი არ უნდა გამოუშვა ეს საფრიდან. ქალის არ ყოფნა ამ კაცის ცხოვრებაში, რაც ავტომატური წრე არის, ხო? როცა ადამიანი მოუვლელია და არ გესიმპათიურება ან არ გესექსუალურება, შესაბამისად ინტერესიც არ არის, ხო? ხო, მაგრამ ეს არ არის წესი. ქალმა არ გამოუშვა თქვენი ქმრები ეს საფრიდან. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ კაცებმა საქართველოში დაიწყო მკბილების მოვლა. ეს უკვე ცოტა სხვა თემა, იმიტომ რომ ეს არის ფინანსები, რომელიც საკმაოდ მარტო ფინანსებზეც არ არის ბაია. სახლის პირობებში უამრავი სახალხო საშუალება არსებობს, რომლითაც შეგიძლია შეესაც გულისხმობ, მაგრამ კაი ხასადექი. მესმის. კარგი, გავაგრძელოთ ის ხაზი. ხო, ესე იგი ვარჯიში. ნაბახოს მდგომარეობას ამბობ. ძირითადად. ვარჯიში, შემდეგ პირის ღრუ ზოგადად მოწესრიგებული. ჩაცმა არ არის აუცილებელი გეცვას ისე, როგორც ჟურნალები გეუბნებიან, რომ უნდა გეცვას. უბრალოდ იმდენი საშუალება, რომ ნებისმიერ კაცს შეუძლია ჩაიცვას, რაღაც ისე საქართველოზე მორგებულად, რომ
ზედმეტი რამე ვიღაცამ არ მოგაძახოს ქუჩაში, ან შენ პირადად იყო დისკომფორტში. იგივე ჯინსი, ხო, იგივე პულოვერი, არ არის აუცილებელი ეს პულოვერი იყოს შავი. შეიძლება ვითამაშოთ ფერებთანაც. მე არ ვამბობ, რომ ეს იყოს რაღაც. საზღვარგარეთ ძალიან ბევრი დადის ისეთი კარგი ვარდისფერი, ფუქსი ფერის პულოვერებით. ჩემთვის საქართველოში რა თქმა უნდა მიუღებელია, მეც პირადად არ მომწონს და არც მიხდება ასეთი ფერი. შენ ქალბატონი. თუ გაჩუქეს მომცემ მე. ზიან თუ დარწმუნებული მამაკაცი თავის თავში და დამაჯერებლად აწარებს არანაირი ეჭვი არ არის, თორემ გაუჩნდება, რომ აი ამ ის ფერის გამო შეიძლება რამე თქვა მასე დისკომფორტს მაინც ყველა განიცდის ალბათ ამ დისკომფორტს თუ განიცდის არ ჩაიცმევს. მარტივად ვიტყვი, სახს არ დავასახელებ, მაგრამ სოფლიოში ქსელური ბრენდი, რომელიც თბილისშიც არის, მამაკაცის ხაზში მე ძალიან მიყვარს ეგ ბრენდის ხათაშორს ხო მამაკაცის ხაზში ძალიან ხშირად აქვს ხოლმე ყვავილებით, ჩიტებით დაპრინტული პერანგები ისეთი სილამაზის და მათი პატარა ზომა ანუ მამაკაცის პატარა ზომა ჩვენ ხო ჩვენ M-ს უტოლდება და ქალების M-ს ხო ქალების M-ს მათი S-ი და ძალიან ხშირად მე ვთქვათ მათ კონსულტანტებთან მქონია საუბარი სუვეძე პატარა ზომის რომ მართლა ძალიან კარგი ხარისხით და მამაკაცები არიძენენ ჩვენთან მამაკაცები და ძირითადად სულ ქალებს გააქვთ ეს შესანიშნავი ლამაზ პრინტიანი პერანგები და მინდა გითხრა რომ წელს ზაფხულში გასულ ზაფხულს იყო ასევე ეგრეთ წოდებული ესპადრელები ამ კოლექციაში ასევე ჭრელა-ჭრულა რომ და გაიხარეს ესეთ ქართველმა არა მინდა გითხრა ესპადრელებს ძალიან კარგად ხმარობენ საქართველოში ჭრელს ხო თითქოს აი აქ ყვავილი რო იქნება გაფრენილი ჩიტი ბეღურა ეს მათ სექსუალურობას რაღაცა აკარგვინებს. მაგრამ ახალგაზრდობა მაინც გადასულია ჭრელ პრინტებზე. მე ბევრი ბიჭი მინახავს, რომელიც ხმარობს აი ამ დეკოლტე მამაკაცზე. ეხა ხო შემინიშნავს დეკოლტე. მეტად ღრმა დეკოლტე. იცი რატო გახდა პოპულარული ეს დეკოლტე ალბათ საქართველოში, იმიტომ რომ ახალგაზრდობამ დაიწყო ვარჯიში. და ცოტა აქ კერდის ძვალი რომელიც ვარჯიში აშენდნენ აბსოლუტურად ფანტასტიკურად ფინანსურად საეპილაციო ცენტრები, იმიტომ რომ მამაკაცები რომლებიც ვარჯიშობენ თვლიან რომ უნდა გამოვაჩინოთ ეს ახალი აი ოფლიქნაშოვნი ეს ახალი მკერდის არე უნდა არ მიყვარს ესა ზედმეტად უსვამს მამაკაცი ხას თავის კუნთოვან დროებითია ეს განსა იმიტომ რომ რაღაც ეს აუცილებელი საერთოდ არ მიმაჩნია მიმზიდველად როდესაც აი მოტკეცილი რაღაცა არც მე არ მომწონს ეს რაღაცა უტრირებულად აი ვარჯიშობ ნახე არ არის ეგ ლამაზი მაგრამ ეგ დროებითია იმიტომ რომ ეფექტია იმისი რომ ძალიან ბევრი ვინც ვარჯიშობს სვავს რაღაც კონკრეტულ დანამატებს და მოკლე პერიოდში უკვე აღწევს იმ ეფექტს და შესაბამისად ცდილობს რომ ეს ეფექტი გამოაჩინოს რატო ვიწყებ გაზაფხულიდან ვარჯიშს დეკოლტე და კუნთები მე ნახეთ თქვენ ეხლა უნდა დაიწყო ვარჯიში გაზაფხულზე უკვე მიწურულს ვართ უკვე ეგ არის საშა მადლობა დიდი მადლობა რომ უჩვენოთ წახვედი პარიზში მაგრამ მასტი საინტერესო ინფორმაცია ჩამოგვიტანე შემდეგ და უჩვენოთ აღარ გაგიწევთ არა პირიქით შემდეგში ჩვენ მივდივართ და მე მოგიყვებით ჩვენ დიდი მადლობა ძირფასო გვიხარია რომ დაგვიბრუნდი მეორე ბლოკში სრულიად განსხვავებული თემა მშობლებს და მათ შვილებს ველოდებით ეკრანებთან იმიტომ რომ საუბრობთ ცვლილებებზე დაწყებით განათლებაში უნდა შევიდეს თუ არა 5 წლის ბავშვი სკოლაში არა უგვეუბნებიან და ვიმსჯელოთ ამაზე